მოგესალმებით მეგობრებო, მე ლადო ნაცვლიშვილი ვარ, ვიმყოფებით ჩემს არხზე, რომელიც იმედი მაქვს, რომ გამოწერილი გაქვთ უკვე, თუ არ გაქვთ გამოწერილი და შემთხვევით მოხვდით ამ ვიდეოზე, გირჩევთ გამოიწეროთ განსაკუთრებით თუ გიყვართ შერეული ორთაბრძოლები. დღეს გვექნება სტანდარტული post-event და pre-event, ასე ვთქვათ, ვიდეოები, გვაქვს ხოლმე კვირაში ერთხელ, სადაც განვიხილავთ გასულ ივანტს, მოკლედ შევაჯამებთ და რა თქმა უნდა, უფრო მეტ დროს დავუთმობთ ზამთარ ივენტს, მით უმეტეს რომ ისეთი ივენტი მოდის, რომ აქ ცოტა დროს უბრალოდ ფიზიკურად ვერ დავუთმობთ. თუმცა ჯერ დავიწყოთ გასული ივენტით, გასული ივენტი შეახსენებთ, რომ ჩატარდა ავსტრალიაში, პერთში, პერთმა უმასპინძლა და როგორც წესი, რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინები ძირითადად ამართლებს ხოლმე, თუმცა აქ ძირითადად არა, აქ 100%-ით გაამართლა, აბსოლუტურად ყველა პრედიქშენი თუ პროგნოზი, რაც გავაკეთეთ წინა ვიდეოში, რომელიც ეხებოდა პერთის ივენტს, წინასწარ რაც გავაკეთეთ პროგნოზები, აბსოლუტურად ყველაფერი გამართლა და შეგახსენებთ ქრონოლოგიურად რა იყო და როგორ იყო პრელიმზე, გავიაროთ მოკლედ პრელიმზე რამოდენიმე ბრძოლაში, რომელზეც ბევრი არ გვისაუბრია, პრინციპში არაფერი განსაკუთრებული არ მოხდა, კოლბი თიკნესი გაიმარჯვა და პრინციპში ალბათ მოსალოდნელი იყო. ბრძოლა, რომელზეც გავჩერდით და ვისაუბრეთ პრელიმ ქარდიდან იყო ჯეიკობ მალკუნზე და ჯერალდ მირშაძე, სადაც გამოვთქვით მოსაზრება, რომ ყველა ვარიანტში უნდა წაეგო მირჩაც და გამარჯვება უნდა მოეპოვებინა ჯეიკობ მალკუნს. ასე მოხდა, მალკუნმა გაიმარჯვა, თუმცა სიმართლე გითხრათ, აქ მე უფრო მეგონა რომ მალკუნი გაიმარჯვებდა ვადამდელი გამარჯვებით, ანუ ფინიშით, თუმცა ეთქობა მაინც რისკზე არ წავიდა და თავარია რომ გაიმარჯვა მალკუნმა. პრელიმ ქარტში რამოდენიმე ბრძოლა შეგვიძლია გამოვყოთ, პრინციპში ისეთი არაფერი, ჯასტინ ჯუნიორ ტაფამ ბოდიში გაიმარჯვა და ძალიან გაახარა ადგილობრივი მაყურებელი. აი, თავარ ქარტში უფრო მეტ ბრძოლაზე ვისაუბრეთ. პირველი ბრძოლა, რომელთაც გაიხსნა თავარი ქარდი, იყო ტაიტუ ივასა და ლუის საზერლენდი. სადაც ვაჩვენებთ ბუკმეკერებს ფავორიტად, საკმაოდ სწორი ფავორიტად ყავდათ ტაიტუ ივასა, ვისაც ახსოვს ჩემი წინა ვიდეო, მახსოვრება ისიც რომ აქ მე განსხვავებული მოსაზრება მქონდა, მე ჩავთვალე რომ ლუის საზერლენდი პირველ გამარჯვებას მოიპოვებდა UFC-ში, ვინაიდან ტაიტუ ივასა ზე გამოვთქვი მოსაზრება, რომ ვფიქრობ, რომ უკვე ნაკლებად ასე ვთქვათ, დისციპლინირებული მებრძოლია და ამ ბრძოლამაც დაადასტურა ეს არის უბრალოდ თავის ძიმე ხელების იმედზე და დიდად თავს არ იწუხებს სხვა რაღაცა უნარების, ასე ვთქვათ, გავარჯიშებით და მეცაც გეტყვით, მაინც კარდიოზე არ მუშაობს, როგორც ვატყობ. როგორც ბოველოდით, ხაჭოს შინაარსის ბრძოლისა ისეთი იყო, მე მიუხედავად იმისა, რომ ორივე სტრაიკერია, მე ვფიქრობ, რომ საზერლენდი არ დაიწყებდა მასთან მუშტების ქნებას, უფრო ჭიდაობით შეეცდებოდა, ასე ვთქვათ, მოეპოვებინა გამარჯვება. ამაზე დეტალურად ამ ბრძოლაზე ვისაუბრებ Fight Night Live-ზე, ჩვენი ბოლო Fight Night Live-ი შეგიძლიათ ნახოთ. სადაც უფრო ეს ახსენე იმით, რომ კი, საზერლენდი თვითონ არ არის კარგი მოჭიდავე, ამიტომ თუ მიწაზე გადაიყვანა და მე ვფიქრობდი, რომ მიწაზე გადაყვანა შეეცდებოდა საზერლენდისგან ფინიში ალბათ დიდად მოსალოდნელი არ იყო, მაგრამ შესაბამისად უფრო მოსალოდნელი იყო ეს წვალება სამრაუნდიანი და ტუივას არ არის რთული საწვალებელი, ვინაიდან წარმოდგომა ძალიან უჭირს ხოლმე ტუივასას და რეალურად ესე მოხდა ზუსტად ყველაფერი საზერლენდმა ის წვალებით, თრევით ასე თუ ისე დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. მომდევნო ბრძოლა და აქაც სხვადასხვა ბუკმეკერების და ჩემი მოსაზრებებით ცდებოდა ერთმანეთს. შამილ გაზიევი ყავდათ ფავორიტად ბუკმეკერებს. პრინციპში მთლად ფავორიტად არა, აქ თანაბრად ყოფილა, აქ დავაკვირდი ახლა და მათი მხრიდან ასე განაწილებული შანსები, თუმცა მე რატომღაც ვდედი ფავორიტად ბრენდო პერისიჩს. ჩავთვალე რომ თვლიდი რომ შამილ გაზიევის კარიერა უკვე ასე ვთქვათ დაღმარ დაბლა წავიდა, ხოლო პერისიჩი პირიქით ახლა გამოჩნდა და ახლა იხვეჭს ასე ვთქვათ კულებს. ამიტომ ხოდა მოსაზრებით ბრენდო პერისიჩი დავასახელე ფავორიტად და ასეც მოხდა, გაიმარჯვა პერისიჩმა მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით. შემდეგ ბრძოლაში სხვა დებიუტანტი მონაწილეობდა და ძალიან ახალბედა მებრძოლი, ანუ დებიუტანტი იყო შმიდი უნგრელი და
მარვან რაჰიკი მაროკოელი მეორე თუ მესამე ბრძოლას ატარებდა სულ არც ერთი მებრძოლი არ ქონდა ნახე და რა თქმა უნდა ამ ბრძოლაზე არ ვისაუბრეთ, თუმცა მოდი დღეს ვისაუბრეთ ამ ბრძოლაზე, ვინაიდან მე ძალიან მომეწონა მარვან რაჰიკი ყველანაირად, მით უმეტეს მისი ასაკის თვალისწინებით 23 წლის არის ეს ბიჭი და 23 წლის კვალობაზე ძალიან კარგი უნარები აქვს. სხვა შორის ოლე შმიდიც არ იყო ცუდი, უბრალოდ მასზე უკეთესი მებრძოლი შეხვდა ყოველ შემთხვევაში მასზე უკეთ მომზადებული და ამიტომ ვერ მოიგო მე სიამოვნებით ნახავდი მომდევნო ბრძოლაში შმიდცაც. ვაგრძელებთ ტიმ ელიოტი, სტივ ერცეგი. აქ ახსენი რატომაც ჩავთვალე სტივ ერცეგი, გავიმეორებ, იმიტომ რომ გრეპლინგი სტივ ერცეგს საკმაოდ კარგი, ყოველ შემთხვევაში იმდენად კარგი, რომ დაცვას მაინც კარგად გაართვას თავი, პლუს ფეხზე სტრაიკინგში აშკარად უკეთესი იყო ტიმ ელიოტზე და არ დაგვავიწყდეს. მთავარი ფაქტორი ტიმ ელიოტი არის 39 წლის. ამიტომაც ამ ბრძოლაში ფავორიტად დავასახელე სტივ ერცეგი და ასეც მოხდა, როგორც ნახეთ, საბოლოო ჯამში კი გადაწყვეტილებით, მაგრამ სრული დომინაცია ჰქონდა, ძალიან კარგი სტილი, კარგი ტექნიკა გამოიყენა აქ სტივ ერცეგმა დისტანციაზე ჯებით და პირდაპირებით ამუშავა მთელი 3 რაუნდი. ვერა და ვერ ჩახურა დისტანცია ტიმ ელიოტმა და ყველა ამ ჩახურის მცდელობისას, რაც ყველა მცდელობაზე უფრო და უფრო მეტი ზიანი ხდებოდა. მით უმეტეს რომ ტიმ ელიოტი ზოგადად უკან არიხევს და აქაც მიუხედავად ამ ხელა ამ პირდაპირ დატყვების ამ ხელა ბარიერისა მაინც წინ მიდიოდა, მაგრამ შედეგად უფრო მეტი ხდებოდა და უფრო მეტად ზიანდებოდა. ვაგრძელებთ, აქ სალკილდი დიდი ფავორიტი იყო სხვა ჩემპიონის და არა მარტო ჩემპიონის, სხვა ყველასთვის ალბათ და მეთანხმებით და პედიელ დარიუშს საერთოდ არ ვაძლევდი შანსებს. მხოლოდ უბრალოდ ძალიან ცოტა შანსს ვაძლევდი თუ დასაწყისში სანამ მას მოხდებოდა თუ მოარტყავდა მაგალითად. თუმცა ამის შანსი რა თქმა უნდა ზოგადად ძალიან ცოტა. ბენიელ დარიუში უშვებს დარტყმებს, ციტრებას ვაკეთებ რადგან ვისაუბრე წინა ვიდეოზე, უშვებს დარტყმებს და ადრე თუ ბენიელ დარიუში ამ მიღებული დარტყმების შემდეგ ბრუნდებოდა ძალიან ეფექტურად გაფრაზებული და კიდევ უფრო ძლიერი, ბოლო პერიოდში ბუნებრივია ამას თუ მის ბოლო ბრძოლებს გადახედავთ და მეთანხმებით რომ მას ყვა უკვე გაუცდა და ამ ძიმე დარტყმების მერე ის ვერ ბრუნდება შესაბამისად. კიდე გამოვიდა დარტყმებს უშვებს და შემდეგ ვერ ბრუნდება ამ დარტყმებიდან, რეალურად ნოკაუტის მეც არ ვსარველოდი ამ ბრძოლაში და ასეც მოხდა სალკილდმა პირველ რაუნდში ნოკაუტით გაიმარჯვა. და მთავარი ბრძოლა, სადაც ძალიან ბევრი მოყვარულის რატომღაც აზრით რატომღაც მადალენას კრივს უნდა ასე ვთქვათ, გადამწყვეტი ფაქტორი ყოფილიყო და დაიჩაგრა პრატესი, თუმცა არ მახსოვს წინა ვიდეოზე თქვი თუ არა, რატომ პრატესი იყო, რა თქმა უნდა, ჩემი ფავორიტი, თან სიმართლე გითხრათ, ვერ ხედავდი როგორ უნდა მოეგო მადალენას, მე მგონი ეს სიტყვები გავიმეორე კიდევ ვიდეოში, საერთოდ ვერ ხედავ როგორ უნდა მოუგოს მადალენამ პრატესკო, იმიტომ რომ მადალენას კრივს ჩვენ იქ ნახა კარგად რა, რასაც ქვია მისი მთელი ეშხით შეიძლება გვენახა რაღაც ძალიან ცოტა ხანი. თან მადალენა ძალიან იშვიათია რომ ვინმე პირველივე რაუნდში ერთი დარტყმით გათიშოს და პრატეს ამდენი ხანი ფეხზე დაუდგეს. ზოგადად მე მგონია რომ პრატეს თუ ვინმე უნდა მოუგოს აუცილებლად უნდა გამოიყენოს ჭიდაობაც. მე არ ვამბობ რომ მხოლოდ ჭიდაობით, მაგრამ ჭიდაობა უნდა აურიოს. თორემ ამაზე ვისაუბრე კიდევაც. მადალენას ჭიდაობის გარეშე პრატეს ვერ მოუგებს, თქო? და რაც შეეხება ჭიდაობაშიც არ მგონია მადალენა ბევრად უკეთესი იყოს პრატესზე, თქო. ამიტომ უბრალოდ შანსებს ვერ ხედავდი მადალენას და ასეც მოხდა. გამოჩნდა რომ პრატესის დარტყმები ჯეკ დელა მადალენას კრივთან ბევრად უკეთესი იარაღი აღმოჩნდა და გააბათილა ძალიან მარტივად, ასეთი დომინაცია თან ყოფილ ჩემპიონთან, ყოფილ ჩემპიონზე საუბრობთ. დიდი ხანი არ არის რაც ჩემპიონი იყო მადალენა, სულ ახლა ხანი იყო ჩემპიონი. ასეთი დომინაცია პრატესისგან მართლაც ძალიან ესეთი იყო, ლამაზი სანახავი იყო. ჩემთვის მოსალოდნელი იყო სიმართლე რო გითხრათ, თუმცა ბევრისთვის ალბათ მოულოდნელი. რა შეიძლება პრატეს მე ისევ ჩემაზე ვარ და ვთვლი რომ პრატეს მარტო სტრაიკინგით, აი რაც ფეხზე რო იჩხუბოს, ვერავინ ვერ მოუგებს. ამას კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მას თუ გინდა მოუგო, აუცილებლად როგორც მინიმუმ უნდა აურიო ჭიდაობა. რა შეიძლება მის შანსებს მახაჩებთან, იქიდან გამომდინარე, აი ხა ამდენი წამის წინ თქვი, ვფიქრობ რომ მაგ ბრძოლაში სხვანაირ სცენარს ვიხილავთ და ვფიქრობ გაუჭირდება პრატესი, იმიტომ რომ მახაჩევი არ დაუდგება მას ფეხზე
და კრივით არ დაიწყებს მასთან დაპირისპირებას. აუცილებლად პირველივე კი არა, საერთოდ გეგმა იქნება, რომ პროტეზი რაც შეიძლება მალე გადაიყვანოს ძირს. და პროტეზის გადაყვანა ძირს ჩემი აზრით ბახაჩებს არ გაუჭირდება. აი ეს იყო სულ, რაზეც მინდოდა მესაუბრა წინა ივენტზე, პრინციპში არც იყო ალბათ დიდი ხანი მეტი სასაუბრო არაფერი არ არის, იმიტომ რომ რაზეც საუბრობდით ივენტამდე ზუსტად ისე მოხდა ყველაფერი და არაფერი ახალი არ ვნახეთ. სამაგიეროდ ძალიან ბევრი უნდა ვისაუბროთ დამდეგ ივენტზე, მეგობრებო, UFC 328 მასპინძლობს ნიუ ჯერსი ამ ივენტს ამ შაბათს გველოდება, კვირას გამთენისას გველოდება ალბათ ის ივენთი, რომელსაც თუ თეთრი სახლის ივენტს არ ჩავთვლით, მე ვფიქრობ, რომ ამ ივენტთან ყოველთვის შემთხვევაში ამ ბრძოლას განსაკუთრებით ელოდება ალბათ MMA-ის მაყურებელი. დავიწყოთ, პრინციპში მივყვეთ მთავარ ბრძოლაზე. ბოლოს ვისაუბრებ, ბუნებრივია, რომელიც მთავარი მარგალიტია, ცხადია ამ ბრძოლის პრელიმ კარდი, რომელიცაც ვიწყებთ ტრანსლაციას სეტატა სპორტზე. პრელიმ კარდს გახსნის ჯიმ მილერი, ჯარედ გორდონი, ორი ვეტერანი, თუმცა როცა ვეტერანობაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ჯიმ მილერი ბევრად უფრო, ასე ვთქვათ, ბევრად უფრო იმსახურებს ამ ტერმინს. ამ ბრძოლაში ვეტერანს ჯარედ გორდონს ვერ დაუძახებთ, რა თქმა უნდა, ჯიმ მილერი 42 წლის არის, თუ სწორად მახსოვს, მოდით გადავამოწმოთ და თან ჯიმ მილერს რაც შეეხება მე დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წლის წინ რო შემდგარიყო ეს ბრძოლა, ფავორიტად დავასახელებდი ჯიმ მილერს აუცილებლად, მაგრამ ამ ასაკის მებრძოლებს ზოგადად ამ ბრძოლებზე, ასეთ ბრძოლებზე არ ვაკეთებ ხოლმე პროგნოზს, ვინაიდან მე არ ვიცი ის ასაკი, ის მებრძოლი, რომელსაც სახელდაგვარი აქვს ჯიმ მილერი, ის ჯიმ მილერი დამხვდება თუ არა. ამ ასაკში უკვე ყოველ შემდგომ ბრძოლაში მოსალოდნელია, რომ საერთოდ ბევრად უფრო დასუსტებული მებრძოლი იყოს. აქ როდის უტყავს ბოლომდე სიბერეს და ჩემი აზრით დარტყმა სიბერე ჯიმ მილერზე უკვე დაიწყო. თუმცა სულ ახლახან დეიმონ ჯექსონი გაკუდა გილიოტინით სასწაულია. თუმცა ეს სულ ახლახან არ იყო ამაში ასაკმე რა. ეს იყო 2024 წელს, ან 2 წლით, წლინახევრით უკან ნოემბერში იყო. წლინახევარი, აი როცა ამ ასაკშია შესული მებრძოლი უკვე ძალიან ბევრია, აი ძალიან დიდი განსხვავებაა 42 წლის ჯიმ მილერსა და 40 წლის ჯიმ მილერს შორის. შეიძლება იყოს ძალიან დიდი განსხვავება, ბევრად დიდი, ვიდრე დავუშვათ 35 წლის ჯიმ მილერსა და 33 წლის ჯიმ მილერს. ხვდებით ხო რას ვამბობ. ამიტომ ამ ბრძოლაზე არ ვავაკეთებ პროგნოზს, ერთ იმას გეტყვით, რომ პრინციპში უნდა გავაკეთოთ პროგნოზი. ალბათ ჯარედ გორდონი ჩავთვალოთ მაინც ფავორიტად, იმიტომ რომ მოკლედ ასაკი თავისას შვება. შემდეგი ბრძოლა გრანდ დოუსონი, მატეუშ რებეცკი. ძალიან მაინტერესებს ეს ბრძოლა და ისიც არ ვიცი ამ ბრძოლაში რას ვნახავთ. მატეუშ რებეცკი, რომელიც ყველგან ჩხუბობს, თან ძალიან მაგრად ჩხუბობს, პირდაპირ გაგებით. ყველა მისი ბრძოლა არის სისხლიანი, ყველგან არის ზიანი. ხდება გრანდ დოუსონს, რომელიც მოჭიდავია და რომელიც ზოგადად ყოველთვის ცდილობს ეს ჩხუბში დიდი ხანი არ დარჩეს და როგორც წესი რაც შეიძლება სწრაფად ცდილობს მიწაზე გადაყვანას და ყოფილა შემთხვევებში ამ სისწრაფის გამო დასჯილა კიდე სხვათა შორის. ცოტა უყურადღებოთ არის ხოლმე განსაკუთრებით ბრძოლის დასაწყისში. ამ ბრძოლაზე გავაკეთებდი აი ესეთ გამოთქვამდი ასეთ მოსაზრებას. ყველა რაუნდის დასაწყისში მატეუშ რებეცკის აქვს შანსი. სადღაც 2 წუთში, პირველი 2 წუთი ყველა რაუნდის დასაწყისში მატეუშ რებეცკის აქვს შანსი, თუმცა 2 წუთს რო გადაცდება, შემდეგ უკვე თუ ამ პერიოდში პირველ 2 წუთში თუ ვერ მოარტყა და დააზიანა მაინც გრანდ დოუსონი, შემდეგ უკვე რაუნდი მიაქვს გრანდ დოუსონს, ჩემი აზრით ასეა. ვინ მოიგებს საბოლოო ჯამში, არ ვიცი, ვისაც უფრო თუ მოარტყავს რებეცკი და ამას იმიტომ ვამბობ, არა იმიტომ რომ რებეცკის დარტყმას სიმპათიებს, იმიტომ რომ გაუშვია გრანდ დოუსონს დარტყმები ისეთ ბრძოლებში, სადაც არ უნდა გაეშვა. ასე მალე არ უნდა გაეშვა ყოველ შემთხვევაში. ორად წაგება აქვს გრანდ დოუსონს, ერთი წააგო თავის ბოლო ბრძოლაში მანუელ ტორესთან, წააგო პირველ რაუნდის 2 წუთსა და 25 წამზე. ანუ სანამ გადაყვანა მოახერხა მიწაზე და მანამდე წააგო ბობი გრინთან, ეს სერიოზული აფსეტი იყო სხვათვის 33 წამზე იგივე მოხდა, გაუშვა დარტყმა, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად სცადა მიწაზე გადაყვანა. ასე მორტყმა რებეცკისაც შეუძლია. თუმცა მორტყმას ცოტა გამართლებაც უნდა. მოკლედ რთული ბრძოლა აქ გამარჯვებულის დასახელებისგან თავს ვიკავებ. ერთადერთი მე მგონია რომ თუ
ბრძოლა მივიდა გადაწყვეტილებამდე, ჩემი აზრით ეს ნიშნავს, რომ Grand Dawson-მა მოიგო, იმიტომ რომ რებეცკიმ მე მგონი უნდა დააფინიშოს. შეიძლება Grand Dawson-მაც დააფინიშოს, მაგალითად submission-ით. თავისუფლად თუ მიწაზე გადაიყვანა, თავის გეგმა A თუ შეასრულა, submission-ის გაკეთება მასაც შეუძლია, მაგრამ არ არის აუცილებელი მოგებისთვის, რომ მას submission-ი გააკეთოს. შეიძლება მან უბრალოდ ათრიოს და ყავდეს ქვემოთ მთელი რაუნდი და მთელი ბრძოლა. მაგრამ აი რებეცკიმ იმისთვის რომ Grand Dawson-ი დაამარცხოს, ჩემი აზრით უნდა მოარტყას და უნდა დააფინიშოს. გადაწყვეტილებით გამიკვირდება რებეცკიმ რომ მოიგოს სულ არ მოგატყობთ. ემდეგი ბრძოლა და ძალიან გულიმწყდება რომ ერთმანეთს შეხვდნენ ამ ეტაპზე, კარიერის ამ ეტაპზე, იმიტომ ორივე ამ მებრძოლს გულშემატკივრობ, ეს არის ესპანელი იოელ ალვარესი და უკრაინელი იაროსლავ ამოსოვი. სხვათა შორის ბევრად უფრო რთული ბრძოლაა, ვიდრე ბევრს გონია, შეიძლება ბევრი თვლის რომ ძალიან დიდი ფავორიტი უნდა იყოს ამოსოვი. თუმცა კი შეიძლება უნდა იყოს, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ სტილისტურად ალვარესი სლაივთ არის კარგი ამოსოვისთვის. ძალიან კარგი გრეპლინგი აქვს იოელ ალვარეს და არის სხვათა შორის გაგიკვირდება და ამოსოვზე დიდი ფიზიკურად. ნუ გაგიკვირდებათ იმიტომ რომ ალვარესი ებრძოლა ბუნებრივი აქვს საშუალო წონაშია და ალვარესი მსუბუქ წონაშიც გამოდიოდა. ასე რომ მაგას ჯანში დიდი უპირატესობა შეიძლება არ ქონდეს ამოსოვს. ამიტომ სტილისტურად ალვარესი თათ კამფეტიო რო იტყვიან არ არის მისთვის. თუმცა მე მაინც გავრისკავდა ფავორიტად იაროსლავ ამოსოვს დავასახელებ, ვინაიდან ერთი გამოსვლება აქვს ძალიან დიდი კლასი აქვს, ძალიან მაღალი იაროსლავ ამოსოვს. რაც შეეხება იოელ ალვარეს, შეიძლება დიდად უნარებში არ შემორჩებოდეს, მაგრამ იოელ ალვარესი მე მინახავს რომ რაღაცა დომინაციას თუ ვერ ახერხებს მეტოქეზე ტყდება ხოლმე ძალიან სამწუხარო თვისებაა ეს, მაგრამ მოდი ჩავხედოთ იოელ ალვარესს და მე რაც მახსენდება მისი ბრძოლები, ხა ვერ დავიტრაბახ რომ ყველა ბრძოლა მახსენდებაო, მაგრამ ჯერტი ხო, ნუ თუნდაც ის რომ ამხელა ფინიშერია, ესეც მამაზე მეტყველებს. სხვა ერთად 23 გამარჯვებიდან ერთადერთი აქვს საჯების გადაწყვეტებით, დანარჩენები 22 აქვს ვადამდელი, 5 ნოკაუტით, 17 საბმიშენი. ნუ იქიდან გამომდინარე რომ საბმიშენები აქვს ძირითადად არ ვიცი ხა რამდენად შესაძლებელია საბმიშენზე დაიჭირო ამოსოვი, ზოგადად და მით უმეტეს დაიჭიროს და მათ შორის დაიჭიროს ალვარესმა. ამიტომ აქ უკვე ძალიან მცირდება ჩემი აზრით შანსები ალვარესის, ვინაიდან მას უფრო საბმიშენებზე აქვს აქცენტი და ამოსოვის დასაბინდება ძალიან ძნელი იქნება. პლუს ის რომ ბოლო ბრძოლა მოიგო სხვადასხვა ვისენტე ლუკესთან decision-ით იოელ ალვარესმა და ხო აქამდე სხვადასხვა ბოლო ბრძოლამდე საერთოდ 100%-იანი ფინიშერი იყო და მაგრამ ეს ბრძოლაც რომელიც გაწყვეტილებით მოიგო იყო დომინაცია, იყო ნუ რა ვიცი ფინიშის ტოლფასი. ანუ იმის თქმა მინდა აი ზუსტად ამას გულისხმობდი, იმიტომ ჩავხედე რომ ალვარესი იმარჯვებს ბრძოლებში სადაც დომინაციას ახერხებს, სადაც ბევრად ჯობია, სადაც ჭამს მეტოქეებს, ხო? მაგრამ თუ მეტოქე ვერ ასე ვთქვათ დაჩაგრა, აი ცოტა წინააღმდეგობა თუ გაუწია და მეტნაკლებად რაღაც ეტაპზე თუ ახლო ბრძოლა მიდის, იქ უკვე ტყდება. ორი მარცხი მისი გავიხსენოთ დამირ ისმაგულოვთან, სადაც დაუდგა კარგად დამირი და ესე მარტივად ვერ მოარჯულა მიწაზე მით უმეტეს დამირი ალვარესმა და შესაბამისად ესპანელმა წააგო. მეორე მარცხი მას რაც აგ ესე არ მან წარუგიან. სადაც ასე თავის და სადღაც გარკვეულწილად თავისნაირი მეტოქე შეხვდა. გულისხმობ, კარგი ჭიდაობით, კარგი გრეპლინგით და ისეთი მტკიცე და სწორედ დატყვებით საკმაოდ კარგი აქვს ალვარეს, მაგრამ გატეხა მაინც ალვარესმა და მეორე რაუნდის ბოლოსკენ ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა. იქიდან გამომდინარე რომ დომინაცია ამოსოვზე დომინაცია ალვარესისთვის წარმოუდგენლად მიმაჩნია და როგორც მინიმუმ ახლო ბრძოლა იქნება, ვფიქრობ რომ იგივე ახლო ბრძოლა თუ იქნება, ეს ნიშნავს რომ ჩემი აზრით ამოსოვმა მოიგო. ამიტომ ფავორიტი ჩემთვის ამ ბრძოლაში არის იაროსლავ ამოსოვი. შემდეგი ბრძოლა, რომელიც გველოდება პარალელიმ ქარდზე, ახლა ვაგეტყვით ამოსოვი. ალბათ ხო, ატება გოტიე, ოზი დიაზი. აქ წესით არიგით უნდა ვთქვა რომ ატება გოტიე არის უზარმაზარი ფავორიტი და უნდა დავასახელო ფავორიტად, მაგრამ აი უარსებად ცხადებს საერთოდ ატება გოტიეს ბრძოლებზე პროგნოზის გაკეთებას მით უმეტეს იმ ბრძოლებზე, სადაც ის წესით ფავორიტი უნდა იყოს, ვინაიდან მახსოვს მისი ბოლო ბრძოლა, sadაც მიტეოს ყველამ შეიძლება ყველანაირი ეთიკა დავარღვიე ახლა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, დავინახე კიდეც რომ ატება გოტიეს ანდრეი პულიაევი შეეძლო გაეთიშა პირველ რაუნდში. მაგრამ
არ გათიშა უბრალოდ. მიზეზები არ ვიცი, თავად განსაჯეთ, რა შეიძლება იყოს მიზეზები. ამიტომ ასეთ მებრძოლზე მე ზოგადად პროგნოზებს აღარ გავაკეთებ. ბუნებრივია, რა თქმა უნდა, მეგობრების აზრითაც დიდი ფავორიტია ატება გოდიგე. გადავედით მთავარ ქარდზე. უახლოვდებით ნენელა მარგალიტს და ხსნის, ბობი გრინი, ჯერემი სტივენსი. ორი ვეტერანი, აქ შეგვიძლია ვთქვათ, მართლაც ორი ვეტერანი. ჯერემი სტივენსი გვიბრუნდება. მოდი ნახოთ ბოლოს როდის ვიხილეთ ჯერემი სტივენსი. ვიხილეთ ბოლოს შარშან მაისში, ერთი წლის წინ. წარმოიდგინეთ, სადაც მეისონ ჯონსთან დამარცხდა. იქამდე ნათან შულცმა მოკვდა. ხო, მოდი ჩავხედოთ, ნახეთ ჯერემი სტივენს ბოლო 9 ბრძოლაში, თუ 10 ბრძოლაში ბოდიში, ბოლო 10 ბრძოლაში ერთი ნო კონტესტია აირო როდრიგესთან. ანუ დანარჩენ 9 ბრძოლაში, ბოლო 10-დან 8ჯერ წააგო. მოიგო ერთადერთხელ PFL-ში და ისიც გაყოფილი გადაწყვეტების ბრძოლა არ მინახავს, მაგრამ შეიძლება სულაც ან მოიგო, ან არა ისიც. რაც შეეხება ბობი გრინს, შეიძლება ასაკით, ტოლები არიან სხვა ჩვენს 39 წლის არის ორივე. რაც შეეხება ბობი გრინს, მიუხედავად ასაკისა, ბობი გრინი არის ორმოგებიან სერიაზე და ბოლო ბრძოლაში დაამარცხა ახალგაზრდა დენიელ ზელხუბერი, რომელზეც უზარმაზარ ფსონებს დებდნენ და ავანსებს გასცემენ. თან დაამარცხა ტექნიკური ნოკაუტით მეორე რაუნდში, თუმცა იქამდეც მაგრაცემდა სხვათა შორის დანიელ ზელხუბერს. ამიტომ ჯერჯერობით ასაკმა ძალიან გაცვითაო, კი ალბათ რაღაც დონეზე ისეთი აღარ არის ბობი გრინი, მაგრამ ჯერემი სტივენსთან შედარებით ძალიან მხნე არის და ძალიან ისეთი რა. ქმედით უნარიან. წაგებების ახლა რო შევხედოთ, ახლა წაგებული აქვს ბოლო 2 წაგება აქვს პედი პიმბლეტთან და მაურიციო რუფისთან ახლა, რომელიც ტოპ მებრძოლები არიან, ხო ახლა. ასე რომ მოკლედ აქ რა ვიცი, მე მგონი ბობი გრინმა უნდა გაიმაჯოს. თან აქ სტილისტურადაც მიაქციეთ ყურადღება. ბაზისით ჯერემი სტივენსი არის მოჭიდავე. ზოგადად ძალიან ისეთი უნივერსალობდა კარიერის განმავლობაში, თუმცა რაც ბოლოსკენ უკვე მთლიანად მუშტებზია გადასული მუშტების ქნევაზე და როგორც სტრაიკერი ბობი გრინი, ხა ბობი გრინის კრივი ჩემი აზრით ბევრად უკეთესია. ამიტომ მე აქ ფავორიტად ხედავ ბობი გრინს. მანამ შემდეგი ბრძოლა შონ ბრეიდი, ქვესაშუალო ზონაში ვარ, შონ ბრეიდი, იოაკიმ ბაკალი, მე-6 და მე-9 ნომრები. ზოგადად ქვესაშუალო ზონა ძალიან ბრწყინავს, შეიძლება ითქვას, აღმავლობას განიცდის, ძალიან ისეთი გზაზე, ისეთ ეტაპზე, ასე ვთქვათ, ეს დივიზიონი ოქროს ხანაა, შეიძლება ითქვას. და აი ტოპ მებრძოლებში ერთადერთი, ვინც ჩემი აზრით დანარჩენებთან შედარებით ცოტა თათიზე დონეზე არის, ეს არის იოაკიმ ბაკალი. ამიტომ მე მგონია ბრეიდიმ უნდა მოიგოს. აქ არის ერთადერთი სხვა რაღაც გასათვალისწინებელი, შონ ბრეიდიმ ბოლო ბრძოლა წააგო ძალიან ცუდად. ცუდად მე იმას არ გულისხმობ, რომ ფიზიკურად იქნება დაზიანებული შონ ბრეიდი ახლაც. არა, ფიზიკურად ახლა ისი არ იბრძოლებდა რო არ იყოს ფორმაში დარწმუნებული, უბრალოდ მენტალურად ეს შეიძლება ყოფილიყო მისთვის ძალიან სერიოზული დარტყმა. ვინაიდან მაიკ მორალესთან ბრძოლის წინ შონ ბრეიდის ასახელებდნენ, ერთ-ერთ თავარ ფავორიტ, იან გარიზე არ ამბობდნენ, მომავალი ჩემპიონია, ის იმდენს, რამდენსაც შონ ბრეიდიზე და ამ ბრძოლაში ისე გადაუარა მას მაიკ მორალეს, რომ ჩემი აზრით ფიზიკურზე მეტად მენტალური ცოტა შეიძლება თავდაჯერებულობაზე მოკლედ ემოქმედა ცუდად ამ მარცხს და ერთ-ერთი ამის მეშინია, თორემ თუ ეხა მენტალურად იგივე შონ ბრეიდი დაბრუნდა, ჩემი აზრით არ უნდა გაუჭიდეს ბაკლის გამარჯვება და თან რატომ ხა ბაკლის თუ ჩავხედავთ, ბაკლი იგებს მიაქციეთ ყურადღება, კი მას აქვს ნოკაუტები, კარგი ნოკაუტები, მაგრამ ეხლა რო ჩავხედე წარმოიდგინეთ, ბაკლის პირველი რაუნდის ნოკაუტით გამარჯვება აქვს მოპოვებული 2019 წელს. მას შემდეგ მთელი კარიერა გაიარა, იქაც ვის შეხვდა კაცმანეთის. ბუნებრივია ეს იყო UFC-მდე და ახლა მეტოქის იმაზე დონეზე რაღაც ცოტა სერიოზული ეჭვები მეპარება. მაგრამ რაც უკვე სერიოზული ორგანიზაცია, რაც უკვე UFC-შია, მით უმეტესად დიდი ხანია UFC-შია, მეორე რაუნდის დასაწყისშიც იშვიათად თუ იგებს, ძირითადად მესამე რაუნდში, მათ შორის ნოკაუტებს. ამიტომ ჩემი აზრით ბაკლიმ რომ მოიგოს, საწყის ეტაპზევე უნდა დააზიანოს და ან დააფინიშოს რამენაერად, ან ძალიან დააზიანოს შონ ბრეიდი და ამას ბაკლი, ზოგადად ბაკლისგან ამას ვერ ხედავთ ხოლმე. შესაბამისად თუ პირველ რაუნდში იგზნო ბრძოლა და იგზნო თავის ჭიდაობა შონ ბრეიდიმ, მერე უკვე ბაკლის გაუჭირდება. ამიტომ მე აქ ფავორიტად
დავასახელებდი შონ ბრეიდის. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, თხილად უნდა ვიყოთ მის მენტალობასთან, ფსიქოლოგიურად როგორ მდგომარეობაშია, საინტერესოა შონ ბრეიდი. ნუ ამას ვნახავთ. მივიწევთ წინ და კომეინამდე ერთი ბრძოლა დაგჭა მძიმე წონაში, მეორე ნომერი ალექსანდრ ვოლკოვი ხდება ვალდო კორტეს აკოსტას, რომელიც ამჟამად იკავებს მეოთხე ადგილს რეიტინგში. ძალიან კარგი სლააქს ვალდო კორტეს აკოსტას, ამჟამად არის სამოგებიან სერიაზე, თან კარგ სერიაზე, ანტედელია გათიშა, თან სულ ფინიშებით ნახეთ, ანტედელია გათიშა, შამილ გაზიევი გათიშა, ორივე პირველ რაუნდში და დერიკ ლუისი მეორე რაუნდში. იქამდე ერთი მატჩი ჰქონდა დისიჟენით პავლოვიჩთან და იმის წინ კიდე კარგი ხუთმოგებიანი სერია, თავის პივაკები, რაიან სპენები და ასე შემდეგ. რაც შეეხება ალექსანდრ ვოლკოვს, ვოლკოვი აღარ არის პატარა სხვათა შორის, მაგრამ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში რაც მისი ბოლო ბრძოლები რაც გვახსოვს, საკმაოდ კარგად გამოიყურება, 37 წლის არის ისე ალექსანდრ ვოლკოვი და ამ ბრძოლას, ბოლო ბრძოლაში დაამარცხა შაიტო ალმეიდა, იქამდე ერთი მარცხი სირილ განთან, ისიც გაყოფილი გადაწყვეტილი და ისიც ან იყო მარცხი, ან არა და იქამდე კიდევ ძალიან კარგი 4 მოგება პავლოვიჩი, ტუივასა, რომანოვი, როზენსტრაკი. ხო, ნუ რა ვიცი, მე ძალიან მომწონს და ვაფასებ ვალდო კორტეს აკოსტას ამ პერფორმანსებს, ამ ბოლო და ამ კარიერულ სლას ამ ეტაპზე როგორც არის, თუმცა მე მგონია რომ ვოლკოვი მას გააჩერებს ამ ბრძოლაში, ამ მის ამ სლას გააჩერებს და უბრალოდ არა იმიტომ რომ ძალიან მაღალი დონის მებრძოლია ვოლკოვი და ეს ასია ნამდვილად სტილისტურათაც აკოსტას ძალიან მაღალია მასზე, ბევრად მაღალია. ალექსანდრ ვოლკოვი წრომში ექნება უზარმაზარი უპირატესობა და სტილითან ძალიან კარგად იყენებს ზოგადად ხელების სიგრძეს. წრომში უპირატესობას ვოლკოვი ყოველთვის ცდილობს თან გამოიყენოს და სტრაიკინგში რასაც ძირითადად იყენებს დისტანციიდან ჩხუბობს ძირითადად სხვათა შორის ვალდო კორტეს აკოსტას და დისტანციიდან ჩხუბში როგორ უნდა მოუგოს ვოლკოვს არ ვიცი მე ძალიან გამიკვირდება ყოველ შემთხვევაში მოკლედ ამ ბრძოლაში მე მგონია რომ არ უნდა გაუჭირდეს ვოლკოვს აკოსტას დამარცხება. არ უნდა გაუჭირდეს, ახლა მე არ ვამბობ აუცილებლად ფინიშით, შეიძლება ძალიან ისეთი ბრძოლა იყოს კონკურენტულიც, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველა რაუნდში რაღაც უპირატესობა ექნება ალექსანდრ ვოლკოვს. ნუ ყველა რაუნდში თუ სამივე რაუნდი გაგრძელდა ბრძოლა. და გადავედით კომეინზე და მეინზე. ჯერ თანამთავარი ბრძოლა, ნუ ორივე ბრძოლა ბუნებრივია საჩემპიონოა, თანამთავარ ბრძოლაში უმსუბუქეს წონის ტიტულისთვის ტაცურო ტაირა შეხვდება მოქმედ ჩემპიონს ჯოშუა ვენს. რა შეიძლება აქ ითქვას? უკვე მეშინია თქვა ის, რასაც ვფიქრობ, უბრალოდ ზუსტად იგივე უნდა გავიმეორო, რასაც ვფიქრობდი ვანისა და პანტოჟას ბრძოლის წინ, რომ უბრალოდ ვერ ვხედავდი როგორ უნდა მოეგო ჯოშუა ვენს. ნუ დიდად ეს მოსაზრება არც შემიცვლია ეს აზრი არც შემიცვლია, უბრალოდ ნახეთ ხო რა გაუთვალისწინებენ რაღაც მოხდა, ხო? რატომღაც იდაყვია მოიგდო პანტოჟამ და ბრძოლა შეწყდა და ჯოშუა ვანი გამოცხადდა ჩემპიონად. ბრძოლის წინ აქაც მსგავსი ის ამაქვს მოსაზრება იდენტური. ვერ ხვდები როგორ უნდა მოუგოს ჯოშუა ვონმა ტაცურო ტაირას. ნუ გასაგებია სტრაიკერი იმას ხვდება გრეპლერს უნდა მოარტყას, მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ ეს არის უმსუბუქესი წონა. აქ ძალიან იშვიათია ერთი დარტყმით ნოკაუტები და მათ შორის ჯოშუა ვენსაც ძალიან იშვიათად გონია. თან მიაქციეთ ყურადღება იგივე უნდა ვთქვა ჯოშუა ვენზე. საერთოდ მეორე რაუნდშიც კი იშვიათად იგებს. ძირითადად იგებს მესამე რაუნდში. აქაც მე ვამბობ უკვე რაც სერიოზულ დონეზეა ჯოშუა ვენი. ნუ მე არ გულისხმობ რა თქმა უნდა იმ პირველ რაუნდში მოგებას რაც მან პანტოჯასთან გააკეთა. უბრალოდ მან რაც არ გააკეთა, პანტოჯამ ამოიგდო ხელი. მაგბრძოლას თუ არ ჩავთვლით, საერთოდ UFC-ში არა აქვს და არ იქამდეც სერიოზულ ორგანიზაციებში კარგა ხანი არ აქვს ეს პირველ რაუნდში ფინიშები და რა ვიცი ჯერათ რომ მესამე რაუნდამდე ტაირამ ვერ გადაიყვანოს მიწაზე და ვენი მე ამჯერა და იმისი მით უმეტეს ამჯერა რომ თუ გადაიყვანს ტაირა ვენს მიწაზე რომ იქ არ მოუმთავრებს მაგისი საერთოდ ამჯერა ან მოუმთავრებს ან მიწასთან გაასწორებს. მოკლედ აქ მე სიმართლე გითხრათ ძალიან დიდ ფავორიტად ვხედავ ტაცურო ტაირას ერთადერთი რაც უნდა გავითვალისწინოთ ალბათ ნუ საოცარი იღბალი რომელიც აქვს ჯოშუა ვენს და რა ვიცი ხა თუ იგივე რამე მოხდა ნუ არ ვიცი მაგრამ მაგას ვერ ვიცინათ სამეთვალებ ნამდვილად. ყოველ შემთხვევაში მე მგონია რომ
უმსუბუქეს წონაში უკვე 10 მაისს უნდა გვყავდეს ახალი ჩემპიონი. და თავარი ბრძოლა. ხამზა ჩიმაევი, შონ სტრიკლენდი. ნუ არ ვიცი ხა მე ძალიან მეშინია პრეს კონფერენციის. მე საერთოდ ამ ორ ბრძოლას არ გავიყვანდი პრეს კონფერენციაზე, ან საერთოდ არ ჩავატარებდი პრეს კონფერენციას, ან ონლაინში ჩავატარებდი პრეს კონფერენციას, იმიტომ რომ ძალიან მეშინია იქ არის ჩაიშალოს ივენთი საერთოდ. და ყოველ შემთხვევაში ეს ბრძოლა არ ჩაიშალოს. ვინაიდან ის რეებსაც ლაპარაკობს ხამზა ჩიმაევზე, შონ სტრიკლენდი, ნუ არ ვიცი, თან ახლა იქიდან გამომდინარეობს, კავკასიელია ხამზა ჩიმაევი, ხო ვიცი ამის აღქმა როგორ უნდა ხდებოდეს მისგან. ნუ იქ ვერ წარმომიდგენია, რომ იქ რაღაც მეტნაკლებად მშვიდობიანად ჩატარდეს რამე, მათი შეხვედრა. ამიტომ მე მათ შევახვედრებდი უშუალოდ მარტო გალიაზე. იქამდე ერთმანეთთან არ გავაკარებდი და პირდაპირ ერთ შევუშვებდი ერთი მხრიდან გალიაში, მეორეს მეორე მხრიდან და აბა მიდით, დაწყეთ. თუ აღმოჩნდა რომ მე ვწდები და უბრალოდ ჩვეულებრივად იჩხუბეს და ნუ პატარა ტრესტონგი და რაღაცა მაშინ ერთსაც და მეორესაც მიეცით ოსკარებიც, რა ვიცი, ოქროს გლობუსების და ეგენი ყოფილა მსახიობების ძმაო თუ ყოფილან რა. ეს თუ მართლა რაღაცა თამაშის ნაწილია რო იტყვიან და მარტო ბრძოლის გაყიდვისთვის ხდება, ნუ არ ვიცი. განსაკუთრებით ხამზა ჩიმაევს მიეცით მაშინ. ნუ პრინციპში სტრიკლენდსაც რამე ისეთი ოსკარიან რამე. ხო, თუმცა ბრძოლაზე გადავიდეთ. ხო, ძალიან რთულია, იცით, წარმოვიდგინე, გასაგებია, ბევრს იმუქრება შონ სტრიკლენდი, მაგრამ ძალიან მინდა დავინახო შონ სტრიკლენდის მხრიდან გამარჯვების გზები და მიჭირს დავინახო, რო არ მოგატყუოთ. გასაგებია, რომ ჩიმაევი შეიძლება წაქცევას, გასაგებია, რომ შეიძლება ადვილი წასაქცევი შონ სტრიკლენდი არ არის, მაგრამ ნუ ჩიმაევია იქით რა და კი შეიძლება პირველ წამზე ვერ წააქციოს, პირველ წუთში ვერ წააქციოს, მაგრამ სადაც თუნდაც პირველ რაუნდში რაღაც ეტაპზე არ წააქციოს. ძალიან გამიკვირდება. ერთადერთი შანსი შონ სტრიკლენდის არის ის, რომ მას აუცილებლად წააქცევს და ყველა რაუნდში წააქცევს, ამდენი რაუნდის გაგრძელდება ბრძოლა, ჩიმაევი. უბრალოდ უნდა მოახერხოს რამენაერად, რომ გამოცრეს, წამოდგეს. თან სხვათა შორის ის რაც აკეთებდა დუპლესი ეს ძალიან ცუდია, არ უნდა გააკეთოს. არც გააკეთეს მაგას შონ სტრიკლენდი არ შეეგუება ეს. კუს პოზაში არ ჩადგება და ოღონდ არ დავფინიშდეს, ეს არის ას. შონ სტრიკლენდი დარწმუნებული ვარ, ქვემოდანაც იქნება აქტიური და ის რომ ქვემოდან იქნება აქტიური, ზრდის იმის შანსსაც, რომ ის დაფინიშდეს, ბუნებრივია. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აქ ან პირველ რაუნდებში ხა რომელში მაგას მომთხოვთ, ვთქვათ, მიწაზე დააფინიშებს ჩიმაევი. ან თუ მოხდა სასწაული და ვერ დააფინიშა, იქიდან გამომდინარე რომ ქვემოდან ძალიან აქტიური იქნება სტრიკლენდი, ჩემი აზრით, მესამე რაუნდის მერე ჩიმაევი საკმაოდ დაღლილი იქნება და შემდეგ აი ბოლო ორი რაუნდი თუ იქამდე მივედით, ვფიქრობ რომ შეიძლება ძალიან კონკურენტული ბრძოლა ვიხილოთ. თუმცა აქაც მაშინ სტრიკლენდმა რომ მოიგოს, მაშინ ბოლო რაუნდებში უნდა დააფინიშოს, იმიტომ რომ პირველი 3 რაუნდი მე ვფიქრობ რომ აუცილებლად დომინაცია ექნება ჩიმაევს და 3 რაუნდი წაღებული ექნება და შესაბამისად უბრალოდ 2 რაუნდის ბოლო 2 რაუნდში კონკურენტული ბრძოლით სტრიკლენდი ბრძოლას ვერ წამოიღებს. ყველა ეს ასე შესაძლო მოვლენა რომ გავაერთიანოთ და ჯამში და გამოვთვალოთ, ნუ ნახავთ რომ პროცენტულად არც ისე დიდი შანსი არ აქვს შონ სტრიკლენდის ჩიმაევთან. ამიტომ მე არ დაგიმალავთ რომ ამ ბრძოლაში უშემატკივრებ შონ სტრიკლენდს, მაგრამ მე მგონი აქ ჩემპიონი არ შეიცვლება. ხო, ყველა ამ ბრძოლაზე რაზეც ვისაუბრე, შეგიძლიათ თქვენი მოსაზრება გამოთქვათ კომენტარებში, მომწეროთ თქვენ რას ფიქრობთ, თუ სად მეთანხმებით, სად არ მეთანხმებით და რა თქმა უნდა, თუ ეს ვიდეო მოგიწოდებთ, რომ მოიწონოთ ეს ვიდეო და კიდევ ერთხელ იმეორებთ, თუ არ გაქვთ გამოწერილი ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ, რომ დროულად და ქრონოლოგიურად მიყვეთ ჩემს ვიდეოებს. დღეისათვის ეს იყო, ძალიან მალე მე შემოგთავაზებთ ახალ რუბრიკას ბასრი აზრი, სადაც თქვენს მიერ დასმულ რომელიმე თემაზე ან კითხვაზე ცოტა ვცლად ვისაუბრებ, შესაბამისად თემა უნდა იყოს ისეთი, რომელზეც ვცლად არის სასაუბრო და ნახოთ იქ არ გამოტოვოთ. ამიტომ გამოიწერეთ ეს არხი, ჩემი არხი, რომ აი ის ბასრი აზრიც დროულად და ასე ვთქვათ, საჭირო დროს ნახოთ. თორემ თუ მოვლენებს გავცდით, რაზეც მექნება იქ საუბარი და ის ნახეთ, შემდეგ უკვე აზრს კარგავს. მოგლეთ, დღეისათვის ეს იყო, შევხვდებით სეტანტას ეთერში უკვე კვირას გამთენიისას და სერიოზული სანახაობა გველოდება. იყავით ჯანზე.